მოდი ვილაპარაკოთ შიშზე. შიში არის ფასი, რომელსაც იხდი იმის გამო, რომ ჭკვიანი ხარ. ადამიანები ვართ ერთადერთი სახეობა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია მომავლის სიმულაცია გონებაში. მაგრამ ეს სუპერძალა მოდის თავისი გვერდითი ეფექტებით და პროექციული შიშიც არის ერთ-ერთი მათგანი. შიში როგორი ტიპი არის, იცით? აი, ყველაზე ხვამაღალი, ყველაზე დრამატული, ყელბრტყელი მუქარებით მოდის და გეუბნება, რომ ყველაფერი ჩაგიფეილდება და დაქცინებენ და არაფერი არ გამოგივა და ასე შემდეგ. მოკლედ დრამა რა. მაგრამ რა წამსაც გადადგავ ნაბიჯს, იგრევე ჩერდება. რატო? იმიტომ რომ შიში არის რეალურად პროექცია, ილუზია. ჩვენი ტვინის კონსტრუქცია არის, გამოგონება არის. რაც უფრო ნათლად დავინახავთ იმ ფაქტს, რომ ეს არის მხოლოდ კონსტრუქცია, მით უფრო ნაკლები ძალაუფლება ექნება მას ჩვენზე. დავაზუსტებ, რომ საუბარი მაქვს იმ შიშზე, რომელიც არის პროექციული და არა იმ შიშზე, რომელიც აღგვეძრება მაშინ, როდესაც რეალურად საფრთხეში ვარ. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრე, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ ხოლმე სხვათა შორის, არის ის, რომ ადამიანებს ხშირად ნაბიჯის გადადგმის კი არ ეშინიათ მხოლოდ, თვითონ აი ამ შიშის შეგრძნების ეშინიათ. იმიტომ რომ შიშის შეგრძნება არის დისკომფორტი და ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ აი ამ დისკომფორტს თავი აარიდონ რამენაირად. მაგრამ ის, ვინც დისკომფორტს თავს არიდებს, რეალურად ყველაზე დიდ დისკომფორტში ამოყობს ხოლმე თავს, რაც არის სტაგნაცია, პოტენციალის ვერ გამოყენება და რომ გამოიხედავ უკან და დაინახავ, რომ ცხოვრება გავიდა და შე კიდე ისევ ერთ ადგილზე დარჩი. ამაზე დიდი დისკომფორტი არ არსებობს. ამიტომ მრავალჯერ თქმულა და მეც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაველოდოთ იმას, რომ ეს შიში გაქრება, მერე მოგვინდება, რომ რაღაცა სარისკო ნაბიჯები გადავდგათ. დღე არ დადგება, ეს შიში არასდროს არ გაქრება. იმიტომ რომ შიში ნაბიჯის გადადგმამდე არ გადის. შიში გადის, იმიტომ რომ ნაბიჯი გადავდგით.